Am წლის 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით საქართველოში პროფესიულ პროგრამებზე საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში აი ამ პროგრამების ინტეგრირებას. თუკი მანამდე მხოლოდ 20 სკოლაში იყო დანერგილი პროფესიული განათლების პროგრამები, ახლა მათი რაოდენობა უკვე გაიზარდა და 100 მიაღწია. აი ამ საკითხთან დაკავშირებით გვინდა მოვიხმოთ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ქალბატონი ირინა მარგიშვილი. სალამი. მოგესალმებით ქალბატონო ირინა. ძალიან საინტერესო თემა არის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ შეკითხვით დავიწყოთ ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აი ამ რეგისტრაციაში და რა უნდა გაითვალისწინონ მსურველებმა. კეთილი, მადლობა მოწვევისთვის და აუცილებლად ვისარგებლებ თქვენი ეთერით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროფესიული განათლების მნიშვნელობას და ჩვენ საზოგადოებას მივაწოდო ამაზე მოკლე ინფორმაცია. მოგიხსენებათ, რომ უმაღლესი განათლება არის ერთი გზა, რაღაც აკადემიური განათლების გზა და არსებობს ასევე პროფესიული განათლება. ვერაფრით 90% მოსახლეობის და 100% ვერ იქნება, არ არის ლოგიკური, რომ ყველამ აკადემიური გზა აირჩიოს. შესაბამისად, გვერდზე გვჭება ისეთი მნიშვნელოვანი პროფესიები, სადაც გვჭირდება პროფესიონალი ადამიანები, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ასე შემდეგ. შესაბამისად, პროფესიულ განათლებაზე ჩაბარება და სწავლა შეუძლია ფაქტიურად ყველას ასაკის მიუხედავად. მიღების წინაპირობა, ანუ ყველაზე მინიმალური წინაპირობა გახლავთ ზოგადი განათლება. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზოგადი განათლების კანონში ცვლილების თანახმად აქამდე თუ იყო მე-9 საბაზო განათლება იყო მე-9 კლასი, ახლა უკვე არის მე-10 კლასი განისაზღვრა საბაზო განათლებით. შესაბამისად, როგორც თქვენ ბრძანეთ 23 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს გააჩნია პროგრამას მინიმალური მიღების წინაპირობა გახლავთ სწორედ ეს საბაზო განათლება. შეუძლია დარეგისტრირდეს ეწვიოს პორტალს VET-MSG, გაიაროს რეგისტრაცია, სადაც ნახავს ჩამონათვალს, კოლეჯების, პროგრამების და ასე შემდეგ. და ძალიან საინტერესოა. ბოდიში ამას დავამატებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც სირთულეები აქვს თქვა დარეგისტრირებასთან ან ასე შემდეგ, შეუძლია მიმართოს სასწავლებელს, მივიდეს ადგილზევე და ისინი მიეხმარებიან სასურველ პროგრამის გაიაროს რეგისტრაცია. რა პროგრამებს თავაზობს დაინტერესებულ პირებს და სად არის ეს პროგრამები ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი? პრინციპში ჩვენ მთლიანად სრულად საქართველოს ვფარავთ პროფესიული განათლებით. ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი არის სასწავლებელი კოლეჯები და პროგრამების ჩამონათვალიც არის უზარმაზარი. ნამდვილად ახლა დროს წაიღებს ამის ჩამოთვლა. სფეროები რომ ვთქვათ, ყველა ეკონომიკურ დარგში, ყველა სფეროში გვაქვს პროფესიული პროგრამები დაწყებული სამედიცინო ჯანდაცვის მიმართულებით, სამშენებლო, ინჟინერია, IT, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ. შესაბამისად, არჩევანი ძალიან დიდია. ახალდება ხო ეს ჩამონათვალი? ემატება ახალი პროფესია. ძალიან კარგი კითხვა თქვით დასვით. დიახ. ყოველწლიურად არ ახლდება, აქვს თავის ხანაზმულობის ვადა 2-3 წელი გააჩნია პროგრამას. შესაბამისად, ჩვენ ახლა მთლიანად სისტემაში რაც გვაქვს 100-მდე კვალიფიკაცია გვაქვს, მიმდინარეობს ამ პროგრამების ხელახლა დაწერა, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციების დაწერა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირდაპირ დარგი ბიზნესი გვიზის, ერთ ოთახში ვსხედვართ და ვწერთ ერთად ამ კვალიფიკაციებს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სრულიად მისადაგებული არის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, იმიტომ რომ პირდაპირ ბიზნესი გვეუბნება რა უნარების ადამიანი სჭირდება ამა თუ იმ პროფესიაში. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზრთან ძალიან პრაქტიკასთან, ესე იგი აბსოლუტურად. ისიც რამე, აი ინტეგრირებული პროგრამები თუ არსებობს თქვენთან და აი კონკრეტულად თუ შეგვიძლია რამდენიმე რო ჩამოვასახელო. კი ბატონო, ეს არის ძალიან საყვარელი ჩემთვის და საინტერესო თემა. ინტეგრირებული პროგრამები, რა თქმა უნდა, 2020 წლიდან არსებობს სისტემაში და განსხვავდება იმითი, რომ აქ ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ როგორც სასკოლო განათლება, ასე ვთქვათ, და ამავდროულად დაეუფლონ პროფესიას. ეხლა შარშან დაიწყო განათლების სამინისტროს მიერ დაინერგა, ასე ვთქვათ, დიდი რეფორმა, რომელიც გულისხმობს სკოლებში პროფესიული განათლების შეტანას. სწორედ სკოლებში შევდივართ ჩვენ ინტეგრირებული პროგრამებით. რაც ნიშნავს, რომ ბოლო კლასებში ალბათ. ზუსტად, აი მე-10 კლასში შეუძლია დასრულების შემდეგ
მოსწავლეს შეუძლია გადავიდეს პროფესიული მიმართულების პროგრამაზე და 2 წელიწადში მას ექნება როგორც სკოლის ატესტატი, ასევე ექნება დიპლომი. და განსხვავება სასკოლო გაკვეთილებიდან ძალიან დიდია პროფესიულ განათლებაში, იმიტომ რომ ეს არის არა საგაკვეთილო რეჟიმში, არამედ მოდულური სწავლება არის და მთლიანად პრაქტიკაში სწავლებას გულისხმობს. რაც ბევრად უფრო საინტერესოც არის და პრაქტიკულ უნარების განვითარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ამ არის. პროგრამაში ჩართვა ონლაინ თუ არის შესაძლებელი? ინტეგრირებულ პროგრამებს გულისხმობთ? არა, სრულად ონლაინ ვერ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვა სკოლის ბაზაზე ხდება, ონლაინ შესაძლებლობის შესაძლებლობა გაჩნდა ეხლა ხანს მივიღეთ კანონმდებლობა პროფესიულ განათლებაში, თუმცა იქ არის კომპონენტები განსაზღვრული. მოგეხსენებათ, რადგან პრაქტიკული სწავლება იგულისხმება პროფესიულ განათლებაში, ძალიან რთულია რომ სრულად საკმაოდ რომ საშუალო საქმეს აკეთებ და კიდევ ესეთი შეკითხვა. რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა ამ პროგრამების და როგორ შესაბამისობაშია ის შრომით ბაზართან? კი ბატონო, პრინციპში მე წეგან რო ვთქვი, რომ ბიზნესთან ერთად ვხედავართ და ვწერთ ამ პროგრამებს, ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ შესაბამისობაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ მივხვდით და ლოგიკურია, რომ ცალკე განათლება ვერ დაწერს, ვთქვათ, იმ პროგრამას, რაც ბაზარს ჭირდება და ხვალ მას უნდა მიაწოდო. 2025 წლის ბოლოს გვექნება სრულიად განახლებული პროფესიები და კვალიფიკაციების სისტემაში და დავიწყებთ უკვე ახალ კვალიფიკაციებზე მუშაობას, რაც თანამედროვეობამ გააჩინა და ახალი პროფესიები. კიდევ იცით, მე სუპრაქტიკასთან მინდა რომ იყოს ყველაფერი მაშინ. აი, დაუშვათ დაამთავრეს ეს თქვენი სასწავლებელი. თუ არის დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დასაქმდნენ მომავალში რაღაცა თავისი ნიშა იპოვნონ, ან იგივე ის ბიზნესი, რომელიც თქვენ ახსენეთ და თქვენთან ერთად არის დაუშვათ მაშინ. თუ არის დაინტერესებული, რომ მე წაიყვანოს ეს დაუშვათ კურსდამთავრებულები. დიახ, მოგახსენებთ. აი ნახეთ, მაშინ როზე ეს უფრო მაყურებელი ლამდე მინდა ხოლმე, რომ სულ მივიტანო ის სიკეთეები, რაც რეალურად არის ქვეყანაში და არსებობს, ხო? როდესაც ვიძახით, რომ ყველა სექტორში არის კრიტიკულად დეფიციტი კვალიფიციური კადრის. და მეორე მხრივ გვაქვს პროფესიული განათლება, სადაც ადამიანს შეუძლია რომ თვითონ არ გადაიხავოს არც ერთი თეთრი და სახელმწიფო უფარავს ამ შესაძლებლობას დაეუფლოს პროფესიას უმოკლეს დროში და აი ამ შიერ ბაზარზე რანაირად შეიძლება ვერ ნახოს შესაბამისი სამსახური, როცა ტაციაობა არის ყველა მიმართულების პროფესიონალებზე. შესაბამისად საქმდებიან დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია პროფესიულ განათლებაში. ამას გარდა ბიზნესთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ, როგორც ვთქვათ, სამინისტროს სააგენტო, ასევე თვითონ კოლეჯები, სხვადასხვა ტიპის პროგრამები გვაქვს. ნუ აი ძალიან რო რაღაც ტერმინოლოგიებით არ დაგღალოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი დუალური განათლებასაც საწარმოში ხდება ამათი სწავლება 50%-ზე მეტი. ანუ კომპანიები და კოლეჯები აქტიურად თანამშრომლობენ. და თვითონ ხედავენ, რომელია უფრო წარმატებული და მე პირდაპირ დასტაცებენ ხელს. რა თქმა უნდა, იგი ნამდვილად საშური თემაა ეს და სამწუხაროდ დრო არ გვაძლევს სამი საშუალებას. კიდევ გავაგრძელოთ. ირინა მარგიშვილი გახდათ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი. ჩვენ ვაგრძელებთ დღევანდელ ჩვენ გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.